მე ვარ ნუცა კირკიტაძე 8 წლის. სწავლობ 25 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა არის ჩემ ბიძაშვილებთან ერთად ფეხბურთის თამაში, ხატვა და მუსიკა. აქედან ყველაზე მეტად მიყვარს ხატვა. მუსიკალურში არის ხატვის წრე და იქ დავდივარ 1 წელია. ხატვა დავიწყე 6 წლის ასაკში. მე ვიცი თევზის ხატვა, ფოთლების ხატვა, შემოდგომის ხატვა და ზამთრის ხატვა. ყველაზე ძნელია ქალაქის დახატვა. ყველაზე ადვილია თევზის დახატვა. მე ახლა გასწავლი თევზის დახატვას. პირველ რიგში ასე უნდა გადაღოსვა ხაზი, მერე კიდე ქვემოდან იგივე უნდა გაიმეორო. აქეთ ასე თვალის ბურთულა უნდა გააკეთო. მერე აქ პატარა ბურთულა უნდა გააფერადო შავად. მერე აქ ასეთი სამიანი უნდა დახატო. მერე ას კუძი უნდა გაუკეთო და მერე უნდა დავახატოთ ფარფლები. აი ასე. ჩემი საყვარელი ფერი არის ყვითელი და არ მიყვარს წითელი. იმიტომ რომ წითელი ფერი არაფერში არ მადგება. მე ვაგროვებ ჩემს ნახატებს. ახლა მაქვს 7 კარგი ნახატი. ნახატებს იმიტომ ვაგროვებ, რომ ჩემ მშობლებს უხარიათ. ყველაზე ხშირად ნახატებს ჩუქნი დედიკოს. მეც მიყვარს საჩუქრებს ჩუქნიან. თოვლის ბაბუას სულ მოაქვს საჩუქრები. შარშან მაგალითად მაჩუქა ჭადრაკი. წელს მინდა მაჩუქოს ახალი ბურთი, იმიტომ რომ მე ძალიან მიყვარს ფეხბურთის თამაში. მე ვარ ძალიან კარგი მეკარე. ეს მივხვდი მაშინ, როცა მაგარი ბურთები ავიღე. მე მინდა მქონდა მწვანე ფერის ფორმა. უკან უნდა ეწეროს 25 და კირკიტაძე. საქართველოს ნაკრებში სიამოვნებით ვითამაშებდი 12 ნომრით. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია მომარდაშვილი. საყვარელი გუნდია საქართველოს ნაკრები. ყველაზე კარგად თამაშობ ფეხბურთს ჩემი ბიძაშვილი ლევანი კირკიტაძესთან ერთად. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ კარგი მასწავლებლები მყავს და კლასელები. ჩემ კლასში ყველაზე მხიარული არის ნიტა აბაშიძე. ყველაზე ცელქია სანდრო ფუტკარაძე. ყველაზე მშვიდია ბარბარე ბოლქვაძე. მე ვარ ყველაზე ჭკვიანი და ყველაზე ლამაზი. ჩემი აზრი ძალიან გავარ პრინცესა ანას. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელია მაყვალა აჟიბა. იმიტომ რომ ბედნიერია, ლამაზია, ბავშვებს თავი შეგვაყვარა და ძალიან მშვიდია. ბედნიერი იმიტომ მგონია, რომ სული ღიმის და კარგ ხასიათზეა. რომ გავიზრდები, მინდა გამოვიდე ფეხბურთელი. თუ ფეხბურთელი ვერ გამოვა, მაშინ გამოვა პიანისტი. სხვათა შორის სწავლობ მუსიკალურში და ვარ პირველ კლასში. იმ ფორტეპიანო იმიტომ ავირჩიე, რომ ჩემმა მშობლებმა მოიდომეს და ძალიან უხარიათ. მახსოვს პირველი დღე, რომ მუსიკალურში მივედი. პირველ რიგში მასწავლებელი გავიცანი, კლასში ვიყავი და იქ მღეროდით. ჩემი საყვარელი სიმღერა არის ჟუჟუნა წვიმა. პიანინოს გარდა მინდა კიდევ ვუკრავდე ვიოლინოზე. მინდა კონცერტი მქონდას, მაგრამ წინასწარ ვნერვიულობ. ბავშვობაში მინდა და გამოვიყავი ბალერინა. ახლა მინდა ვიყო 10 წლის, იმიტომ რომ მე მინდა ვამზადო საუზმე. ჩემი პირველი საჭმელი, რომელიც გავაკეთე, იყო აჭარული ხაჭაპური. ჩემი საყვარელი საჭმელია ქათმის ხორცი. სახლში ცხოვრობთ მე, ჩემი პატარა და დედა და მამა. კიდე მინდა მყავდეს 3 ძმა და 1 და. ჩემი და არის 4 წლის და ქვია ნია. ის არის ლამაზი, პრანჭია, ცელქი, ნერვებს მომშლელი და არის ძალიან მხიარული. ნერვებს მიშლის მაშინ, როცა ტელეფონიდან დავალებას წელს ვწერ და რომ ახტება. ჩემი აზრით ნია რო გაიზრდება, გამოვა მზარეული. მამიკო არის ძალიან სიმპათიური, მშვიდია. ძალიან უყვარს მანქანების გაკეთება და დედიკო. მე ვარ მამიკოს გოგო. დედიკო არის ძალიან ლამაზი, მშვიდია, ყველა უყვარს და ძალიან მხიარულია და ბედნიერი. დედიკო იმიტომ არის ბედნიერი, რომ მამიკოს ძალიან უყვარს და მე რო კარგად ვსწავლობ. მიყვარს მულტფილმების ყურება და ჩემი საყვარელი მულტფილმი არის მოანა.
ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, მეცოდინებოდა ცხოველების ენა. ცხოველები ძალიან მიყვარს, განსაკუთრებით კურდღელი. სამოგზაურო სიამოვნებით წავიდოდი ამერიკაში. ამერიკაში იმიტომ გავფრინდებოდი, რომ ინგლისური კარგად ვიცი. ინგლისურის გარდა მინდა ვიცოდე იტალიური და ესპანიური. ყვავილებიდან მე გავართეთ უეკლო ვარდს. წინა მონაწილე დამიტოვა ასეთი შეკითხვა. ნუცი რო არ მერქვას, რა მერქმეოდა? მე ნუცი დამარქვა დედამ და ეს სახელი ძალიან მომწონს. მაგრამ ნუცი რო არ მერქვას, ალბათ მერქვეოდა ანა. ჩემ შვილებს დავარქმევ ნინის და ნიკას. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. რომელია მისი საყვარელი თამაში? მაგალითად, ჩემი საყვარელი თამაშია ლოტო. მე ლოტოს თამაშობ ყველაზე კარგად და სულ ვიგებ. რამე ჩემპიონატი რო ჩატარდეს ლოტოში, აუცილებლად გავიმარჯვებ. ჩემი ნებარი იყოს ავგზავნავდი მგელობანას. იმიტომ რომ ბავშვები წაიქცევიან და რამეს დაიზიანებენ. ბედნიერება არის მეგობრებთან რო ერთობი, დედიკოს რო ეხუტები, გაჩუქებენ რაღაცას და თბილად რომ მოგექცევიან. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.